მრავალი წელი ფიქრობდა პროფილაქტიკის მიზნით მაგნიტურ რეზონანსული კვლევა ჩაეტარებინა. გამარჯობა. აი, ემერტეს გადასაღებად მოვედი. ამჯერად მე თვითონაც ამას რომ ამბობ. ძალიან დიდი მადლობა. ყოფები ახლა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, ჩარჩავას 7 ნომერში. უნდა გადავიღო MRT და იცით ყველამ კარგად, რომ აი ეს კვლევა ყოველთვის ასოცირდება კლაუსტროფობიასთან, რაღაც სტრესთან, ნერვიულობასთან. მე მაგალითად მთელი ცხოვრება მინდა რომ ეს გავაკეთო, მაგრამ ნუ აი საშინელი შიშები მქონდა და აი ამ ყველაფერს ახლა ხო ხედავთ როგორ მშვიდად ვარ. გაგიქარწყლებთ 1 წუთში. თურმე შემიძლია ფილმებს ვუყურო, თურმე შემიძლია გადაღების პროცესში წარმოიდგინე 3D ფილმებს შემიძლია ვუყურო, შემიძლია მუსიკას მოусმინო. ეს თვითონ ეს აპარატი საკმაოდ დიდია და არც ერთი წამი არ იგრძნობა რომ დახურულ სივრცეში ხარ. რბილად წვევი. ანუ მოკლედ რა ვიცი, რაღაცა მგონია რომ კარგ სასტუმროში მივდივარ დასაძინებლად და დასასვენებლად. ეხლა წავიდეთ და გადავიღოთ MRT. აი ესე კომფორტულად, შვიდად და წყნარად. ქირურგიის ეროვნული ცენტრი მუდმივად ითვალისწინებს პაციენტების მაღალ მოთხოვნილებებს და ინტერესს და ცდილობს მათი სიცოცხლის სადარაჯოზე იდგეს. 3 ტესლა ციფრული ტექნოლოგიის მქონე უახლესი თაობის პროგრამული და ტექნოლოგიური ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით აღჭურვილი აპარატია, რომელიც მაგნიტური ველის განსაკუთრებული ჰომოგენურობისა და არტეფაქტების მინიმუმამდე დაყვანით უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას იძლევა. თამაშ ჯაუშვილი ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოლოგიის დეპარტამენტის სამსახურის ხელმძღვანელია. გამარჯობა. პაციენტისთვის კომფორტის შექმნის მიზნით ჩვენ მოვახდინეთ ჩვენი აპარატის განახლება მე-11 ბოლო თაობის პროგრამული უზრუნველყოფით და დავამატეთ ხელოვნური ინტელექტის აპლიკაცია Smart Speed-ის სახელწოდებით. Smart Speed-ი ეს გახლავთ ხელოვნური ინტელექტის პროგრამა, რომელიც არის ბოლო თაობა, ამის შემდგომ უკვე აღარ არის ამაზე უახლესი ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ჩვენ გამოსახულების ხარისხს ვაუმჯობესებთ რამოდენიმეჯერ, რაც სწორი დიაგნოზის შემდგომ მკურნალობის და პაციენტის განკურნების საფუძველია და ამის პარალელურად Smart Speed-ის საშუალებით ჩვენ გამოკვლევის ხანგრძლივობას ვამცირებთ 2-ჯერ 3-ჯერ. აღსანიშნავია, რომ გაუმჯობესებულ მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას აქვს ჭარბწონიანი 250 კილოგრამამდე პაციენტის მიღების და გამოკვლევის შესაძლებლობა, რაც სხვა მოდელის აპარატებზე პრაქტიკულად შეზღუდვას წარმოადგენს. კომპიუტერულ ტომოგრაფიული კვლევისაგან განსხვავებით მაგნიტურ რეზონანსულ კვლევას არ აქვს სხივური დატვირთვა. შესაბამისად, მისი ჩატარება ორსულებისა და ბავშვებისთვისაც შესაძლებელი და სრულიად უსაფრთხოა. ჩვენ გვაქვს სპეციალური განათების და ვენტილაციის სისტემა, რომლის საშუალებითაც ესეთი დახურული სივრცის შიში ამ ყველაფერთან ერთად პრაქტიკულად აღარ არსებობს. ჩვენთან პაციენტები მოსულან შემოუვლიათ მთელი საქართველო და ვერცად კვლევა ვერ გადაუღიათ და ამის მაგალითი სხვათა შორის დღეს ყავდა ცნობილი მსახიობი რუსკა მაყაშვილი, რომელსაც ჭირდებოდა ეს პროცედურა და მოიარა მთელი თბილისი და ვერცად ვერ შეძლო ამ კვლევის გაკეთება. ჩვენთან დღეს მოვიდა და სრულიად უპრობლემოდ, კომფორტულად, ისე რომ საერთოდ ვერც გაიგო რომ გამოვიდა, მეტის ის მითხრა უკვე დასრულდა კვლევაო. მორჩი რუსკა მაყაშვილის მაგნიტურ რეზონანსული კვლევა დასრულდა. მსახიობი საკუთარ ემოციას გვიზიარებს. პირდაპირ ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული ვარ ყველათი, საერთოდ როგორ დამხნე, როგორ მიმიღეს, როგორ ამიხსნეს მშვიდად წყნარად. დამხვდა უდიდესი კომფორტი, ეს ფანტასტიკური აპარატი ექიმმა, რადიოლოგმა ფანტასტიურად მშვიდად წყნარად დამაწვინა, რბილად ჩამირთო რაც მინდა და მულტფილმებს უყურე, მუსიკას მოусმინე. არ ვიცი, აი აღფრთოვანებული ვარ ძალიან წყნარად, მე შემომაკითხეს, ამაყენეს, გამომიყვანეს და რა ვიცი, მე ვარ ძალიან კმაყოფილი და ყველა იმ ადამიანს ვურჩევ, ვისაც ჩემნაირი შიშები აქვს და ვისაც საჭიროება აქვს პირველ რიგში აუცილებლად მოვიდნენ აქ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სწორედ აი ამ აპარატთან, იმიტომ რომ არაფერი არ არის თურმე სანერვიულო. გაიხარეთ, ძალიან დიდი მადლობა. ქირურგიის ეროვნული ცენტრი თავისი საქმიანობით მუდმივად ახერხებს საკუთარი მისიის რეალიზაციას, შექმნას, შეინარჩუნოს და გამოიყენოს შესაძლებლობები მოსახლეობის სამსახურში 24 საათი დღეში, 7 დღე კვირაში.